გარკვეულწილად ვთვლით, რომ ეს უკავშირდება კახა ბენდუქიძის კავშირს ჩვენ ტელევიზიასთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ კახა ბენდუქიძე არის ჩვენ ტელევიზიის ძირითადი დამფინანსებელი და ვთვლით, რომ ეს ხელისუფლება მასში საფრთხეს ხედავს პირველ რიგში, იმიტომ რომ ის ზრდის მომავალთაობას, ინვესტირებას ახდენს მომავალში და აკეთებს ტელევიზიას, რომელიც ფორუმი იქნება სწორედ ამ მომავალი თაობის, რომელიც აი ამ კახას უნივერსიტეტებში იზრდებიან. ვერ გეტყვით დღევანდელი მთავრობის კონკრეტულ წევრებს, არ ვიცი, სხვადასხვა მინისტრებს, რა დამოკიდებულება აქვთ კახა ბენდუქიძისადმი? მოსწონთ, არ მოსწონთ, რა ვიცი, ძალიან არ მოსწონთ, ძალიან მიუღებელია, ნაწილობრივ მიუღებელია. მე ეს ნამდვილად არ ვიცი. სიმართლე გითხრა, ამაში ჩაძიებას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი გეგმები გვაქვს, მაგრამ ფაქტი ეს ერთია, რომ ეს ყველაფერი არ დაწყებულა დღეს. არ დაწყებულა 3 იანვარს, ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც სადოქტორო პროგრამების აკრედიტაცია გააუქმეს მათი მოთხოვნით, მე მთხოვეს, რომ ეს ყველაფერი გამეუქმებინა. რასაკვირველია, ალბათ ბატონი კახას ფიგურა არის მათთვის მიუღებელი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც 80 მილიონი ჩადო საქართველოს განათლების და მეცნიერების დაფინანსებაში. ეს არის ბრძოლა კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ. ბრძოლა არის დიდი ალბათობით იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა ბენდუქიძის პოლიტიკური შეხედულებები, ასევე არ გამოურიცხა, რომ ეს იყოს დაკავშირებული მახალ ტელევიზიასთან, რომელიც კახა ბენდუქიძის სპონსორობით იხსნება ტაბულა ტივის გულისხმობ. დიდი ალბათობით მიზეზი არის ეს.